იღუმენი ნიკონი, დაცემული სულნი, ძვირფასო კატია. წერილებიდან შევიტყვი, რომ ხშირად ღვიძლ დასთანაც კი არ გაქვს მშვიდობა. იქამდე, რომ ზოგჯერ მზად ხარ თავი ჩამოიხრჩო. ამ დროს კი შენ და განსაკუთრებით მარიშამ დიდი ხანია უნდა იცოდეთ, რომ არსებობენ სატანა და ეშმაკები, რომლებიც თავიანთი უკიდურესი ბოროტების გამო ათასნაირად ცდილობენ წარწყმიდონ ყოველი ადამიანი. როგორ აკეთებენ ისინი ამას? აი როგორ ცდილობენ ვნებებზე მოახდინონ ზემოქმედება და იმდენად გააზვიადონ ისინი, რომ დაღუპონ კაცი. მაგალითად, ვისაც ძმა უყვარს, იმას ეშმაკები აიძულებენ სულ უფრო მეტი დალიოს და ცდილობენ გალოთებამდე, ჩხუბამდე, მკვლელობამდე და თვით მკვლელობამდე მიიყვანონ და ამით საბოლოოდ წარწყმიდონ. სხვას ეშმაკები ქურდობას აჩვევენ. კიდევ სხვა ძალიან დახვეწილად მიჰყავთ საკუთარ თავზე მაღალ წარმოდგენამდე, ცუდ მედიდობამდე, ამპარტავნებამდე, ბოლოს სულიერ ცდომილებამდე და აი ასე ლამობენ მის დაღუპვას. და კიდევ სხვა მრავალი გზითაც ეძიებენ კაცის საუკუნო წარწყმედას. სწორედ ასე ცდილობენ ეშმაკები შენი და მარიშას ან ერთ-ერთი თქვენგარის დაღუპვას მაინც. როგორ? შენ ეს თვითონაც კარგად იცი. ეშმაკები შუღს აგდებენ თქვენ შორის, იმდენად აღვივებენ თქვენში მრისხანებას, რომ მზად ხართ ერთმანეთზე საცემად გაიწიოთ. ისე გაშფოთებენ და გამნელებენ, რომ გაფიქრებინებენ, ასე ცხოვრებას თავის ჩამოხრჩობა სჯობსო. თუ კი შენ ან სხვა ვინმე მიიღებს ამ აზრს, თუნდაც ცოტა ხნით, ეშმაკები დიდი ძალისხმევით სხვა ეშმაკების დახმარებით, როგორც სახარებაშია თქმული, სხვანი შვიდნი სულნი უბოროტესნი მისა. ეცდებიან უფრო ხშირად და უფრო ძლიერად ჩაგინერგონ თვითმკვლელობის აზრი. თუ კაცი მთელი ძალღუნით არ ეწინააღმდეგება ამ სატანურ გულის სიტყვას, არამედ ნაწილობრივ მაინც დაეთანხმება, ეშმაკებს ღვთის მიშვებით კაცის ვნებების შეუნანებლობის სიბოროტის გამო შეუძლიათ დაახრჩონ იგი. აწვდიან თოქს ან თუნდაც პირსახოთს და ხელს უწყობენ თვითმკვლელობაში. კატია, როცა დამშვიდები, დაფიქრდი, როგორ უნდა დაუბნელდეს კაცს გონება, რომ პატარა მწუხარების გამო საუკუნო უსაშინლეს სატანჯველში ჩაიგდოს თავი. რაც არ უნდა მძიმე ცხოვრება ჰქონდეს ამ სოფელში 1000 წელიც რომ იცოცხლოთ, საშინელ სატანჯველში ეს ყველაფერი მაინც დასრულდება. ჯოჯოხეთის სატანჯველს კი ბოლო არ აქვს. მაგალითად, თუნდაც ასეთი სურათი წარმოიდგინე. ყველაზე საზიზღარი ავაზაკების ხროვამ, ასე 100-ოდე კაცმა ტყეში გაგიტაცა და მთელი დღე გტანჯავდა. თავს როგორ იგრძნობდი? აქ სიკვდილი მაინც გიხსნი და ამ მდგომარეობიდან თვითმკვლელი კი ეშმაკებს უვარდება ხელში, რომლებიც ყველაზე ავაზაკზე 1000-ჯერ უარესები, ბოროტები და საზიზღრები არიან. მათი სრული ძალაუფლების ქვეშ ექცევა, მათი აბუჩად აგდების მსხვერპლი ხდება. ამას დაუმატეთ ცეცხლი და უშრეტელი და მატლი დაუძინებელი და ეს სატანჯველი არასდროს დასრულდება. რა საშინელება! და ასე დღეში უნდა ჩაიგდო თავი რაღაც წვრილმანის გამო, იმ მიზეზით, რომ მარიშა ცუდი ან ბოროტია, ან დამთლად სწორად არ იქცევა, ან რაღაც გაწყენინა. თუ ასეთი წვრილმანების მოთმენა არ შეგიძლია, ჯოჯოხეთის სატანჯველი როგორღა არ გაშინებს. მეტყვი, ასე დროს არაფერზე არ ვფიქრობ, არამედ მზად ვარ თავი ყულაბაში გავყო. მართალს ამბობ, არაფერზე არ ფიქრობ, ღმერთი გავიწყდება საუკუნო სატანჯველი. ამაშია სწორედ ეშმაკების მზაკრობა და მათი მოქმედება კაცის სულზე. სადაც უფალია, იქ მშვიდობაა, გონიერება, სიხარულია. სადაც სატანა, იქაა შფოთი, სულიერი სიბნელე,
გონების დაბნელება და სასოწარკვეთილება, ყოველგვარი ბოროტების ჩადენისთვის მზადყოფნა. მე ეს ბევრჯერ მithქვამ შენთვის, კიდევ ერთხელ და შესაძლოა უკანასკნელადაც გაფრთხილებ. ნუ, გაუწვდი ხელს ეშმაკს. ილოცე ღვთის წინაშე და როცა დამშვიდებულ მდგომარეობაში იქნები, შესთხოვე, რომ დაბნელებამდე არ მიგიშვას, არ მისცეს ეშმაკებს შენზე ძალაუფლება. უფალი დაგიცავს, თუ შენ თვითონ არ ეცდები ჯოჯოხეთში ჩაძრომას. გახსოვდეს იუდა. მან მისცა ეშმაკს თავის თავში შესვლის ნება, ამიტომაც მოგდა საშინელი სიკვდილი და საუკუნო სატანჯველში ჯოჯოხეთის ფსკერზე გადაინაცვლა. კატია, ნუ ეხუმრები ამ საქმეს, რაც შეიძლება შორს განუდექი მსგავს აზრებს. უფალი შეგეწიოს, რომ გაიგო, რაც მოგწერე და გადაურჩე ეშმაკებს აქაც და საუკუნო ცხოვრებაშიც. ხოლო მას შემდეგ, რაც აქ ცოტას მოითმენ, ზეცათა სასუფეველში საუკუნო სიხარულსა და ნეტარებაში შეაბიჯო. ამინ. ჯანმრთელად იყავი, სულითაც და ხორცითაც.